მოსკოვი ყირიმში დაეცემა წერს უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური რობერტ მადიარ ბროუდის განცხადებით წუხანდელი ღამე ყირიმში ცეცხლოვანი იყო. უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ჩრდილოეთ ყირიმის არხზე გამავალი სარკინიგზო ხიდი სრულად გაანადგურეს. ზუსტი დარტყმების შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ლიანდაგებიც. დრონებმა ჯერ ხიდის სარემონტო ტექნიკა დააზიანეს, შემდეგ კი ხელმეორედ დაარტყეს მის ნარჩენებს. უცხოელთან ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. კანონპროექტის მიხედვით საქართველოს მოქალაქის უცხოელ მეუღლეზე მუდმივი ბინადრობა პირდაპირ აღარ გაიცემა. ამოქმედება 5 წლიანი დაკვირვების მექანიზმი ნებართვა თავიდან 1 წლით, შემდეგ კი 2 წლით გაგრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით არ დაისჯება ის პირი, ვინც 1 ოქტომბრამდე ფიქციურ ქორწინებაში ყოფნას აღიარებს. გასართობდა სპორტულ არხებს უცხოური დაფინანსების მიღების უფლება ექნებათ. პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონში ცვლილება არ ვრცელდება მაუწყებლებზე, რომელიც ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ თემატიკას აშუქებენ. პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებად გია მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩიეს. მურღულია ფრაქცია ქართული ოცნებიდან იყო წარმოდგენილი, ქართველიშვილი კი ხალხის ძალის კანდიდატი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა ფრაქცია საქართველოსთვის მიერ წარმოდგენილმა 3 კანდიდატმაც მიიღო, თუმცა მათ მხარი არ დაუჭირეს.